მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. არკანის სამყარო, ეს გახლავთ ყველაზე უფროსი არკანი მეგობრებო და პირველ რიგში ეს არის რაღაც ძალიან დიდი ციკლის დასასრული, რაღაც არსებობდა თქვენს რეალობაში, რაც მეორდებოდა, წრეზე დადიოდა ძალიან დიდი ალბათობით წლების განმავლობაში, მაგალითად ერთი და იგივე შეცდომას უშვებდით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ან ერთი ფსიქოტიპის ადამიანები გხვდებოდათ, ხო, უბრალოდ რაღაც დეტალები იცვლებოდა, მაგრამ გარკვეულ ჭყალებში რუტინაში იყავით ჩაბეჭდილი და პირველ რიგში ეს რაღაც არასასიამოვნო ციკლი დასრულდება თქვენს რეალობაში და გადადიხართ რაღაც სრულიად ახალ განახლებულ გზაზე. ეს რა თქმა უნდა შეიძლება არ იყოს მთლად სასიამოვნო, სადღაც იქნება მტკინეულიც, მაგრამ დამიჯერეთ გიღებთ ყველანაირად. კიდევ რა ცვლილებები გიახლოვდებათ. ხმლების 5-იანი, კი ბატონო, ხომ გითხარით, გაიმარჯვებთ მეთქი კონკრეტულ სიტუაციაზე. შეძლებთ რომ გაიმარჯვოთ კონკრეტულ სიტუაციაზე და ნახეთ აქ მე ვხედავ რაღაც ასეთ მომენტს თითქოს თქვენ ხშირად როდესაც იცავთ საკუთარ პირად სივრცეს გაწუხებთ ძალიან სინდისი. თითქოს ფიქრობთ რომ აი არ უნდა ყოფილიყავი ასეთი უხეში, არ უნდა ყოფილიყავი ასეთი ბოროტი და ასე შემდეგ. მეგობრებო, ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის გასაგები. ძალიან კარგად მესმის მე თქვენი დამიჯერეთ და გასაგები არის ის, რომ როდესაც პირად სივრცეს ვიცავთ, შეძლების დაგვარად უნდა დავიცოთ კულტურისა და ეთიკის ფარგლებში, ხო? მაგრამ არის სიტუაციები, სადაც ადამიანს უნდა ვუთხრათ ძალიან მკაცრი სიტყვებით, ძალიან შხამიანი სიტყვებითაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ. და ნახეთ, ძალიან ბევრ ადამიანს ხშირად აქვს ის პრობლემა, რომ განა შხამიანი ან ბოროტი სიტყვების გამო არამედ ზოგადად უჭერთ ხოლმე საკუთარი პირადი სივრცის დაცვა. და აქ მე ვხედავ იმას, რომ თქვენ ხართ ზუსტად ასეთი ადამიანი, ჩემო ძვირფასებო. და გექნებათ იმის შანსი, რომ ამ მდგომარეობაზე ზემოთ დადგეთ. გექნებათ ამის შანსი. და ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად ეს ციკლი დასრულდება თქვენს რეალობაში. კიდევ რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. პენტაკლების ტუზი, რაღაც ახალი შანსები, ახალი პერსპექტივები, რაღაც ისეთ საკითხში დაინახავთ პოტენციალს, პერსპექტივას და ნაყოფებს, რაშიც აქამდე ვერ ხედავდით. მაგალითად, რაღაც აქამდე თუ არ გამოგდიოდათ და უკვე ლამის დანებდით, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად იმ საკითხში, ზუსტად იმ სფეროში უკაცრავად დაინახავთ გარკვეულ ნაყოფებს. პლუს ამასთან ერთად აქ ვხედავ ძალიან მძლავრ გვერდში დგომას კონკრეტული მამაკაცის მხრიდან. მამაკაცებო, თქვენ შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს გვერდში დგომა კონკრეტული ქალის მხრიდან, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით კონკრეტული ძმაკაცის, მეგობრის მხრიდან, ამ მშობლის მხრიდან შეიძლება იყოს წამოსული, ხო? ქალბატონებო, თქვენ შემთხვევაშიც აქ შეიძლება იყოს გვერდში დგომა მეგობრული, ამხანაგური, მშობლიური, არ არის აუცილებელი რომანტიული თვალსაზრისით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ თქვენგანთან აქ რაღაც რომანტიული გვერდში დგომაც მოდის. კიდევ დავამატოთ არკანები, მოულოდნელი ცვლილებები, საკუთარ თავში შეძლებთ რომ ჩაიხედოთ, საკუთარ თავში შეძლებთ რომ რაღაც სრულიად ახალი აღმოაჩინოთ, დაინახოთ, დასებისათიანი. ბევრი თქვენგანი აქ ნელ-ნელა დაიწყებს ურთიერთობაში შესვლას, იცით? მაგრამ მანამდე საკმაოდ გრძელი გზა გაქვთ გასავლელი და ეს გზა არის თვითშემეცნების გზა. აქ მოდის ცვლილებები ყველაზე მკვეთრად თქვენს შიგნით, თქვენში, თქვენს ფსიქოლოგიაში, თქვენს პირადი სივრცის დაცვის უნარში და მსგავს ასპექტებში. სულ ეს არის მეგობრებო.